გამარჯობათ. ეხლა მინდა მე თქვენ განახოთ თუ როგორ ჩვენ დავაყენებთ კარებებს, ასე ვთქვათ, პეტლებზე და ანაირად შეგვიძლია მე ამ პეტლების რაოდენობის გაზრდა, მათი რეგულირება, წევდაწევაზე ვთქვით, სხვადასხვა სიმაღლეზე, იმიტომ რომ როცა პეტლი შეიძლება მოხდეს ან დიაფრაგმაზე ან თაროზე და როგორ ავაცილოთ ისინი ერთმანეთს, ან როდესაც პეტლი ერთ პერეგაროტკაზე ერთ მხარესაც პეტლის ის მეორეზეც და მეორე მხარესაც და ერთმანეთს ეჯახებიან, ისინი როგორ დავაცილოთ ერთმანეთს. კი ბატონო, დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს აი ესეთი ტიპის კარა და მოდი ესე იგი გვაქვს ფასადი ნაკლადნოი, ანუ ზევიდან ფასადი, რომელიც ჯდება ზევიდან დავაწყაპუნოთ ესე. აი, ჩავშვათ აი აქ ეს ფასადი. ხო, კი ბატონო, იყოს ესე. მერე დავაწყაპუნოთ ამ ფასადს და გვაქვს ჩვენ მოდიფიკაცია ფასადა. უველითით ფასადა, აი არის ესეთი ოფცია და გამოაქვს აი ესეთი სურათი. ჩვენ აი დავაწყაპუნოთ აი აქ, მოინიშნა რომ ფასადი წამოვაქვევით და მოინიშნოთ რომ წამოვა გვერდით. კი ბატონო, ოკეი უთხრათ და ნახეთ აი როგორ წავიდა ფასადი. მერე შეგვიძლია გავაკეთოთ. გადავიდეთ აი აქეთ დანიაში და აქ გვაქვს ტიპ ატკრივანია. ერთი ფასადი თუ ორი ფასადი. დავაწყაპუნოთ ორ ფასადზე და ეს ჩვენი ფასადი გაიყო ორად. ეხლა რომ გავაყოთ, ნახავთ აი როგორ გაიგება. და ნახეთ რომ პრინციპში პეტლები ძალიან კარგად მოხდა, მაგრამ მოდი ჩვენ ჯერ დავკეტოთ ეს კარებები. პრინციპში აქ ყველაფერი კარგად დაჯდა. ეხლა შეგვიძლია ესეთი რამ გავაკეთოთ, რომ ავიღოთ ეს და ჩავშვათ აი აქ. ნახეთ ეხლა როგორ ამას გავაკეთებთ, რომ ზევით იქნება ანტრესოლი აი აქ ნაწილში. და ქვევით და ესეთი რამ, კი ბატონო, შევედი უველითით ფასად, კიდევ აი ამას გამოვიძახებთ. ეხლა აქეთ და მერე მარცხნივ, ხო? ოკეი, ნახეთ აი აქაც ესე დადგა, მერე ისევ შევედით აქ და უთხარით რომ ორი ფასადი გვინდა, მაგრამ ნახეთ რა მოხდა, ეს ფასადები ერთმანეთს გადააჭდა. ხო, მანამ მოდი ჩვენ კი ბატონო, შეგვიძლია ესენი გავასწოროთ. აი დავაწყაპუნეთ ამ ფასადზე და შევდივართ აი აქ და გვაქვს 20 სტუპ სპრავა. და უთხრათ პოლო ნაკლადნოი. ნახეთ როგორ გაჩერდა და ამაზეც დავაწყაპუნეთ, შევედით აქ, უთხრათ 20 სტუპ სლევა და პოლო ნაკლადნოი. всё, აი საზოლებში გაწორდა ყველაფერი. ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ეხლა მოდი ბარემ ანტრესოლიც მოვითავოთ, აი აქეთ დავაწყაპუნეთ, შევედით აქ და უთხრათ უველითით ფასად და გამოიტანა ესეთი მარცხენა მხარეს და აი ესე მერე ესეც გავყოთ ორად. აბატონო და ნახავთ რომ როგორ დადგება. მერე შევედით აქ და ვეუბნებით ამასაც 20 სტუპ სპრავა პოლო ნაკლადნოი. აბატონო, ესეც გასწორდა. მაგრამ აქაც გასასწორებელია 20 სტუპ სნიზუ პოლო ნაკლადნოი. ნახეთ და ისევ ესეც უნდა გავასწოროთ. უფრო სწორედ ხო აი აქა 20 სტუპ სვერხუ პოლო ნაკლადნოი. აბატონო, ყველაფერი თავის ადგილას დადგა შვენივრად. ეხლა ნახოთ, დავაშოროთ კარებები, შევიდეთ ვიცი და ატკერიცოთ. პრინციპში აი პეტლებიც კარგად არის, მაგრამ აი აქ ნახეთ როგორ დაეჯახა პეტლი პეტლს. სხვაგან პრინციპში რო ვთქვათ, რომ ცუდად ზის პეტლები არ ზის ცუდად, მაგრამ ეხლა ვნახოთ როგორ ხდება პეტლების, ასე ვთქვათ, რეგულირება.
აი დანიაში გადავდივარ და აქ გვაქვს კალიჩესტო პეტელ. აბატონო, აი ნახეთ, გამოგვაქვს ესეთი სურათი. მოდი ჯერ ნახოთ სადა ვართ. აჰა. მოდი გავაკეთოთ ესეთი რამ. ჯერ მოდით აი აქ დავაწყაპუნოთ აი ამ პეტელზე. კიდევ ერთხელ და გადავიდეთ დანიაში და კალიჩესტო პეტელ. გამოიტანა ესეთი რამ. და ნახეთ შეგვიძლია 1 2 3 4 5 ნუ 6 პეტლი ავიღოთ. ავიღოთ 6 პეტლი და უთხრათ ოკეი. ნახეთ დადგა 6 ცალი პეტლი. აი ეს პეტლი ნახეთ სად მოხვდა? პირდაპირ ადგა და დაეჯახა პერეგარუტას. დანარჩენი პეტლები კი ბატონო სწორი არის, სწორად არის და მე მაგალითად აი ამ პეტლს ცოტა ჩამოვწევდი დაბლა 1-15 სანტიმეტრით. აჰა. ეს რომელი პეტლი იყო, ჩემი ბატონი, თქვენ ხართ. ეს არის მეორე, ზევიდან მეორე, ხო, აბატონო. ესე იგი, ჩამოვწიოთ 40 მილიმეტრით, ესეც ჩამოვწიოთ 40 მილიმეტრით. აბატონო, სუბმით უთხრათ და აი, ჩამოიწია. საკმარისია ეს ჩამოწევა, არაფერს არ შეუშლის ხელს. პრინციპში არც არაფერს არ შეუშლის ხელს, მაგრამ შეიძლება კიდე 20 მილიმეტრითაც ჩამოვწიოთ და ბარემ 60 იყოს. აბატონო, 60. აჰა. აქ არც ამ პეტლს ეხება და პრინციპში აი ესე ჩამოვწიეთ დაბლა. აი აქაც ნახეთ, აი აქაც დავაწყობუნოთ ახლა ამ პეტლზე და შევიდეთ დანიაში, აქ გვაქვს კალიჩესტო პეტელ. ხო? და აქაც თქვათ, ამდენი პეტლი გვაქვს ჩვენ 1 2 3 4 5. ნუ იყოს 5, კი ბატონო. და აი ეს პეტლები, აი ეს მეორე, ესეც ჩამოწიოთ 30-ით. და ესეც 30-ით. აბატონო, აი, ნახეთ. ჩამოიწია ესენიც 30 და პრინციპში აი ხან ნახოთ აი ეს პეტლები. ესენი მე მაგალითად ხო აი ესე აი აქაც რაღაც შუდაძის ეს პეტლები და მოდით ამას ჩამოვწევდი 1-60 ამეებსაც დაბლა ბოლოდან მეორე კი ბატონო 60-ით აქაც 60-დან ნახოთ რას მივიღებთ ცოტა მეტი შეგვიძლია ჩამოვწიოთ 80-ით იყოს ესეც 80-ით აბატონო всё ყველაფერი კარგად აქ ორი ცალი პეტლი მოხდა აქ ძალიან ბევრი პეტლები აღარა გვაქვს მოდი ამასაც პრინციპში ცოტა ესე რო არ იყოს გადავანაწილებ აქეთ ჩამოვწევდი 1-300-ით აი ამას ხვევიდან მესამეს აი ამას რა თქვი რომ 1-300-ით ხვევით და ესეც 300-ით ხვევით აბატონო აი ნახეთ რა კარგად გადანაწილდა აქაც როგორ თანაბრად არის პეტლები და გადანაწილდა პეტლები ერთმანეთს არსად არ ეჯახება ერთადერთი რაც ვნახე ახლა კიდევ აი იმიტომ უნდა ძალიან ყურადღებით დაკვირვება რომ აი პეტლი სად ეჯახება კიდე აი აქ ხო ახლა დავაწყობთ ამ პეტლს აი ესე და შევდივართ ჩვენ ესე იგი ესე კალიჩესტო პეტლ აგერ არის და გვაქვს ორი ხო იმატონო იყოს ორი და უთხრათ აი ამას მინუსით მინუს 30 და ამასაც
მინუს 30. აბატონო. აი ძალიან მშვენივრად დადგა ყველაფერი, ასე რომ უკვე არსად არაფერს არ ეჯახება. აი ეს რეგულირდება პეტლები, ძალიან მარტივი არის, ჩემი აზრით და სწრაფი არის, რომ თქვენ ეს ყველაფერი კარგად გაიაზროთ და დაარეგულიროთ, გააკეთოთ ისე, რომ პეტლის დაკეტვა და გაღება არ უშლიდეს ხელს, არც მინიფიქს ხდებოდეს. ნუ ეხლა თუ კარადას ააწყობ და მინიფიქსთან მოხდება და დამალავს მინიფიქს, ეგეც დიდი არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ ნუ ჩანს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლიან მექანიზმები და ძალიან კარგად არის. ესე იგი, ვიცი შევდივართ დადგენილი ცეულები და აბატონო, ეხლა ვნახოთ როგორ რა იღება მულტიპლიკაციის მეშვეობით, აბატონო, ასე არის. ესეც ესე მშვენივრად იღება, ესეც ესე მშვენივრად გაიღება. მოკლედ, მე მგონი თქვენთვის ყველაფერი გასაგებია, ისიც თქვენ ნახეთ როგორ ხდება ეს 20 ტუპების მეშვეობით კარიბების რეგულირება, მაგრამ მაგას შემდეგ ვიდეოებში კიდევ ერთხელ ვნახავთ და თქვენთვის ძალიან მარტივად იქნება გასაგები ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.